გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად ქართული ოცნების ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე და მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის პოზიციით სანქციების პაკეტი შეეხო იმ პირებს, რომლებმაც 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზულად დაარღვიეს. როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა ნათქვამი, გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელი იყო და არის იმ ქმედების გამოძიებაზე, რომლითაც ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. მირზა კეზევაძე არის ან იყო პასუხისმგებელი ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არა ადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. შალვა ბედოიძის შემთხვევაში საპროტესტო აქციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის არაპროპორციულად გამოყენებას. კარლო კაციტაძე არის ან პასუხისმგებელი იყო იმ ქმედების გამოძიებაზე ან დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირთა უფლების სერიოზულ დარღვევას. სანქციები როგორც ფინანსურ, ასევე მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციების დაწესების შემდეგ ტევ-პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს TBC ბანკში ანგარიშები დაუბლოკეს. დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ასევე საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები. გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების ქმედებებით. საპასუხოდ ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად საქართველოს თანამდებობის 5 პირს დაუწესა მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის. ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები, რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ეს პრემიერ-მინისტრის ცვლილებების გეგმის ფუნდამენტური ნაწილია. ახალი სანქციების გამოცხადებამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტარმა ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელმა ჯეიმს მაკლეარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსალოდნელი სანქციების ეშინია. ისის თქმით, დიდ ბრიტანეთს აქვს საშუალება სანქციების მეშვეობით ივანიშვილს აჩვენოს, რომ არ ეთანხმება მის ქმედებებს. მაკლეარის აზრით, სანქციები ივანიშვილის გარდა მის გარემოცვას და პროპაგანდისტული მედიის შემქმნელებსაც უნდა დაუწესდეს. ჯეიმს მაკლეარი ერთ-ერთია იმ ბრიტანელ დეპუტატთაგან, ვინც ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ემხრობა. მან 13 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პროცედურული ინიციატივა შეიტანა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. მაკლეარი ამ ეტაპზე ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ალბათობას 10-დან 6 ან 7 ქულით აფასებს. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ ივანიშვილს უკვე გაუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. Early Day Motion-ი, როგორც ასეთი პრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება, ამიტომ სახტად დავრჩი საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება, რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში. ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს და განსხვავებით პუტინისგან ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას მიესალმება შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი ჯო ულსონი. მან ლონდონს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.